თუ ჩვენ ვიბრძოლი, თუ ჩვენ ვნახავთ საქმიდან თავში ძალებს და გვექნება გამარჯვებული მენტალიტეტი აუცილებლად გავიმარჯვებთ. 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა გორში. წარმოდგენას გორის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა მუსიკალური ნომრები და გაიმართა მინი სპექტაკლი. დღეს გვაქვს ღონისძიება 14 ივნისი მოგეხსენებათ რომ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, რომელიც 2000 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა და ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ვაწყობთ ღონისძიებას და გვინდა ამ ღონისძიებით საზოგადოებას ვაჩვენოთ რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ თავიანთი მისწრაფებები, თავიანთი მიზნები და ხელი უნდა შევუწყოთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და თავისუფალი უნდა გქონდეს გადაადგილება მათთვის და თავისუფალი აბსოლუტურად ცხოვრებით და დამოუკიდებელი ცხოვრებით იცხოვრონ ამ ბავშვებმა. თქვენ დღეს ნახავთ ჩვენი ბავშვების შესაძლებლობებს, ისინი იმღერებენ, იცეკვებენ და წარმოაჩენენ ნოდარ დუმბაძის ნაწყვეტ სპექტაკლიდან დიდრო და მე ბედნიერი ვარ რომ ამ შესაძლებლობებს ბავშვები თვითონვე წარმოაჩენენ. თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენ კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს ყავს ძალიან ბევრი წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ერთ-ერთი წამყვანი ლევან მახათაძე იქნება დღეს. ძალიან ძვირფასი სკოლა აქვს, ძალიან ღონისძიებაზე ძალიან მოგწონს. ძალიან დიდი მადლობლები ვართ ჩვენ თინასიცა და თინას პედაგოგები უცხოელანი კარგები არიან და მეც მე ვერაფერს ვერ გეტყვით. აი მეწიდება რომ ღონისძიებებზე იმაცა და ჩემი შვილი ძმამ დადის. რა ვიცი, აი მე ძალიან კმაყოფილი ვარ სხვათა შორის პედაგოგების. ცნობისთვის საქართველოს პარლამენტმა 2000 წელს 14 ივნისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღის მიზანი კი შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო უწყებებისთვის მათი ვალდებულებების კიდევ ერთხელ შეხსენება.